აბაშაშვილის ვატერპოლო ან აღდგენის სამუშაოები. თუ წაგიკითხავთ სამოსელი პირველი, რაც ტრაექტორია ნახოთ გავსი არის ამ ორი ნაწარმოების და უბრალოდ რაღაცა უფრო შეკუმშული ფორმით არის მსგავსი იდეა გამოცემული, რაც არის სამოსელ პირველში. თუმცა სამოსელ პირველში რაღაცა მომენტია, სამოსელი პირველის პროტაგონისტი რაც არ ირყნება, აქ კიდე გარყნა ხდება და დაბრუნება რაღაც. იქ თითქოს გაშორდა მის სახლს და რაღაცები განიცადა, მაგრამ აი დეგრადირება ისეთი როგორც ამ მოთხრობაში აღწერილი არ ხდება. ანუ უძღებიშვილის მოდელი შეიძლება აქ უფრო არის გამოხატული ვიდრე სამოსელპილო. აქ პროტაგონისტი ავტორი თვითონ წარმოადგენს თავისავს აფრეტერი კნე და ჩართვები აქვს ხოლმე კარმენზე და ვილაპარაკეთ რატო არის კარმენის ჩართვები რა როლს ასრულებს ამ მოთხრობაში. საკმაოდ საინტერესოა და თავიდან ეს იდილიური სურათია სოფელში იზრდება ღარიბ ოჯახში, ესპანურ ოჯახში ეს ბესამე ცხოვრობს წყემსავს და უკვე რაღაც ავის მომასწავლებელი ამ იდილიაშიც გამოსჭვირის რაღაცა რომ კი ის დადიოდა ფეხში უდარდება მინდორში მაგრამ იქ რაღაც ყვითელი გველი დასრიალებდა და შეიძლება დაიგესა ეს ბესამე კი არ იცოდა ან რაღაცა ტყიდან იყურებოდა რაღაცა ცეცხლოვანი თვალები სადილად უნდოდათ რაღაც გელი იყო და ანუ ყველგან ჩასაფრებულია რაღაცა საფრთხე ბესამე კარო ხო ბესამე კარო სახელითაც შეურჩია სპეციალურად ავტორმა ბესამე კოცნასთან დაკავშირებული მაკოცე და კარო რაც საყვარელი და მე ის ინსტრუმენტი რომელზეც წებს ის დაკვრას ეგეც ერთადერთი ინსტრუმენტია რომელთანაც ურთიერთობა კოცნით იწყება ფლეიტა აქ არის CS რეფრენია დედისგან გამოყოლილი შენ ღარიბი ხარ როგორც CS-ო ღარიბი ხარ როგორც CS-ო იესოს თქოს არაფერი არ აქვს არც სახლი აქვს არ აქვს ეკაცისასა და თავი მიიდრიკოს ამბობს მე სახლი არ აქვს და მაგრამ ვინც გაყვება მას პირდება რომ გახდის სრულყოფილს რაც სხვა ტიპის ინტერესი მისცემ ღარიბი ვარ როგორც CS-ო მისმა უღარიბესი ვარ მაგრამ ამავე დროს ინტერესი რაღაც სხვა სიმდიდრე პავლემ სუსტერი რომ ჩვენ არაფერი არ გვაქვს და ყველაფერს ვფლობთ კილ ჰაბენტეს ომნია პოსიდენტეს ყველაფერი არაფერი გვაქვს და ყველაფერს ვფლობთ ქართულში თარგმანში არაფერი გვაქვს და ყველაფერი გვაქვს ასე არის ამ თარგმანში რაღაც რაღაცა ღარიბი ხარ როგორც CS-ო ამას გამოხატავს რომ რაღაც არის შენში რაღაც არის ის რასაც შეიძლება ესეთი განძი ქონდეს დედამისისგან ეს გარჩეული რეფერენდუმი. და მე ლაპარაკობს ავტორი არის რაღაცა ძალა, რომელსაც განგება ქვია და ხან გაივლისეს და წარსულს უბრალოდ წარსულს ვარქონდა მას სახელს, მაგრამ ხდება განგებისმიერი მოვლენები ადამიანის ცხოვრებაში. უბრალოდ ადამიანს დაინახავს ეს განგებისმიერი მოვლენები. პრობლემა რა არის ადამიანში, რომ მოდის ეს განგებისმიერი მოვლენა და მას არ ვაფასებ როგორც ასეც. დაგიძახებს რაღაცა. და ეს დაძახებას რომ გაყოლოდი, მაშინ შენი ცხოვრება შეიცვლებოდა აი იმ ახალი ლოგიკით წავიდოდა. იმ ლოგიკით, რომელიც განგავითარებდა, აი ზუსტად იმ სინდრომს მოგცემდა, რადგან ეს ლაპარაკობს, რომ ღარიბი ვარ როგორც CS-ო, ანუ რაღაცა სხვა ტიპის სინდრომი. ბესამესთანაც იყო ეს განგების მოსვლა, ბესამე შეამჩნია ეს განგების მოსვლა. აი, როცა ბესამე უკრავდა სალამურს, და სალამურსი ყველაზე ძნელი დასამორჩილებელი იყო ბესამისთვის უფრო ძნელი დასამორჩილებელი ვიდრე ნებისმიერი ცხვარი მაგრამ აქაც აი ეს უხეში თუ რა ვიცი გაუთლელი ტალანტი გამოჩნდა რა და ეს ტალანტი ვიღაცას უნდა დაეფასებინა შეიძლება ხდება ასე რომ ადამიანს ვიღაცა რა ყავს დამფასებელი ტალანტი მოკვდება და აი განგების საქმე იყო რომ აქ გამოჩნდა ეს არჩიბალდ როხაცი რომელიც მოусმენს ამ ხმას და აქ ძალიან საინტერესო არის პირქუში გარეგნობის მოხუცი იყოს. პირქუშის რაღაც მნიშვნელოვანი იყო. პირქუში ანუ კონცენტრირებული რაღაცა აზრი რო აქვს მიმართული რაღაცაზე. სერიოზული, კონცენტრირებული. და მოусმინა ამის შემთხვევით მოხდა თითქოს, ხო ეს ეტლი გაფუჭდა. ეტლს რაღაც გორბალი წინა მარცხენა გორბალი ზუსტად რო იყო, როგორც წერალემოს გაუფუჭდა. მაგრამ ესეთ შემთხვევით მოვლენებში არის განგების ხელი ურევია. შენ რაც შემთხვევით მიგონია, სრიალში განგების ხელი არის. და აქ სიმღერას ვერ შეჯერ ესა სამ ფლეიტას და სამ უზავდა. ფარაში გამიდიოდა ერთი ციკანი. ოფერება გადამიქცია გარეულ ხეცად. ეს რაც წინა უწყება არის, რა ცუდი რომ უნდა მოხდეს.
ფარში გამიდიოდა ერთი ციკანი, მოფერებამ გადამიქცია გარეული ხეცად. რაღაცა ცუდი რაღაცა და ციკანი გადაიქცა გარეული ხეცად. და ამისგან იღებს ფლეიტას და უკრავს და უცებ ასეთ რამეს ამბობს ავტორი. ისე უკუშტად ჩამოეძერწა იმ მოხუცს სახე. რადგან ვინ და მოხუცს მოეწოდა დაკორის ფასი. ხოლო ესოდან პირქუშის სახე, ხოლო ჭეშმარიტ მრავალტანჯულ მუსიკოსებს სახე. ანუ დაინახა რაღაცა, ეს თანდაყოლილი რაღაცა გაუთლელი ტალანტი აღმოაჩინა და ესეთი ადამიანი მას არ გაუშვება და როგორ მიდიოდა ბესამესთან ყრიმალნებ დაბერილი რომ მოახდინებოდა ბესამეს მიეტმასთან იმან ბევრი გამთქალი ცხრები ანუ ძალიან კუშტი ესეთი კაცრი სახით უახლოვდა ბესამეს და იმიტომ რომ იპოვა რაღაც მარგალიტი რაღაცა თვითმბადი რაღაცა თქვა იპოვა და ეხლა შემილია ამისგან რაღაცა გამოვიდეს გამოუწერწო და უცებ ეკითხა შენ რა ქვია, მე ბესამე ვარ, მშობლები თუ გყავს და ასე ობოლია ვარ და სხვის ფარავს წვენსა და გინდა მუსიკოსი გახდე? ძალიან დიახ, მაშინ წამოდი. აი ესა დაძახება არა რომ დავინახე, ეს ჩვეულებრივი დაძახება არა, წამოდი ეს ბედის განსაზღვრელი დაძახება. ასე დაიბედა ბიბლიაში ვარ რომ იესო ჩადის ზღვის პირას და იქ მეთევზეები არიან ეს იოანე, მისი ძმა იაკობი იგივე პეტრეზეც იგივე არის რომ გინდა წამოვყვე და გახდე ადამიანების დამჭერი და მათ მაშინად დატოვეს ეს ბადე და გავნა ანუ არც კი დაახანეს ერთეუნება კიდე რომ წამოდიო შენ გამომწევი არა მაცალე ჯერ დაუკრძალო გამოჩენილი კორდებმა დაგზავნო თავი უცრელი შენ წამოვყვე უფრო მკაცრადაც კი უნდა ანუ რაღაცა მომენტია სადაც გაიგე ხმა და უნდა გაყო რა ხმა გაიგე ან შენს თავისუფლებას ეხება თავისუფლება არის მიჭის განვითარებაში რომელიც მოგეც ამასაც გითხოდი მესის ინტერვიუ ლეო მესი გამოვიდა ღმერთმა მომცა ტალანტიო და მე რამეს განვითარება მადლობა ღმერთს და მის თავისუფლება იყო ამ ტალანტის განვითარებაში აი ეს ნამდვილი თავისუფლება არის რომ დაინახო შენში ეს ტალანტი ან ვიღაცამ აღმოაჩინა შენში ეს ტალანტი მიგით იქოს და მე დაიწყო ამაზე მუშაობა და ტალანტთან ერთად რომ მუშაობ ამრავლებ ამ ტალანტს. აი მაშინ ხარ ბედნიერი. ანუ ბედნიერის გასაღებით ეს არის. ეს ბესამე ობოლია დიდი პრობლემა არ ქონდა სახლის დატოვების და გაყვა ბოლომდე. ყველაფერი ამოჭედა ეს სახლის კარები და დაადგა მზას. ახალ თემის თავგადასავალი დაიწყო. ჯერ წაიყვანეს სადაც მონასტერში და იქ საინტერესო არის ეს მონასტერში მისვლა. ჯერ დაბანა მონასტერში და ვიღაც მონაზონი ქალი არის. ახალგაზრდა მონაზონი ქალი განბანს. და აი საინტერესო. ბესამე უბრალოდ რა იცოდა, მაგრამ დამხტურის უხეშტანსაცმელის მიღმა უცხო ბორცვები ამოეგულა მაღალი ყელი, ლავიწის ძვალი, ტრეკადი წელი, სიზმრისმიერი თეძო, იმის რბილად ამოხაზულ მუცელს კი წარმოიდგინა ეს ყოველივე ეს სასტიკი იყო. ანუ რა ეროტიული განცდა გაუჩნდა მონაზონის მიმართ. უცნაურია. ეს მონაზონი საერთოდ არა ეროტიზმთან დაკავშირებული, მე რაღაცა აკოცებს კიდე შულზე ბესამეს. ბესამეს შიშიშლი არაფერი არა მონაზონის სხვა სამყაროშია. ასე აქ უკვე დაიბადება რაღაცნაირი განგაში, რომ აი შეიძლება ასეთ სიწმინდესთან ასეთი რაღაცა აზრები გააკეთო. ანუ საით წახვალ შენზეა დამოკიდებული და ბესამე შეკრთა, რომ თითქოს აი რაღაცა ეს სიწმინდე არის ერთის მხრივ გაუკარებელი ამ ეროტიზმთან და ამას კიდე რაღაც ეროტიული განცდები მოუვიდა. რაღაც ესეთი უცნაური წინამონახაზია, თითქოს აი მას გაიელვა რაღაცა ჰანგმა რაღაცა მოტივმა, რომელიც შეიძლება მე აღმოცენდეს აი უფრო სახიფათო რაღაც სცენარი. მან კი ისე აკოცა, რომ საქმეში ბიციერების ნამცეცი სულ არ ერია, ხოლმე სიზუფთავისა იყო. სავსე კუჩები ჩუბზე აკოცა და გაკურებულ ბესამე იქვე აღმოჩნდა, სიზუფთავისაც ჰქონია თავისი სუნი, ვრცელი და სიფრიფანი. სამყარო, რომელიც მოწყობილია ყველანაირ ბიციერებას, აი ამ სამყაროსთან პირველი შეხება ბესამეს. მაგრამ როგორ ძნელია ამ სამყაროსთან ურთიერთობა, დაჭერა ამ სამყაროში. ხომასარ მიდიან ამ ქალაქში ალკარასი და ამოსევერს როხასი მუსიკოსთა ხელმძღვანელი არის და მიაბარებენ პლეიტას მისცემს და ეუბნება რომ აზიარებს პლეიტა. უნდა შემდა დადგე მუსიკოსი, გინდა რომ ეს დადგე მუსიკოსი, მაშინ ბევრ რამეზე უარი უნდა თქვა. შემდა გახდე ასკეტი, დისციპლინით უნდა იცხოვრო. დისციპლინის გარეშე, ასკეზის გარეშე არაფერი არ გამოდის. შენ სიამოვნებებზე უარი უნდა თქვა. შენ სიამოვნება მარტო მუსიკა უნდა მოგცეს. ამაში იქნება შენი ამ დისციპლინურ ცხოვრებაში იქნება შენი მოწოდება, შენი თავისუფლება. თავისუფლება შებოჭილი ზუსტად აი ამ მიზანდასახულობთ, შენ უნდა დადგე მუსიკოსად. შენ უნდა აი ესა შენი ახალი ცხოვრება. 12 პესოს გინიშნავ ხელფას არ მინდა არ ვარ ის როგორ არ მინდა წაბლის ფული ხომ მქონდეს და სანთლის ფული იმიტომ რომ ხო წაბლის და ის და ის სანთლის ფული იმიტომ რომ ნუ ნოტები გაარჩიო რამე ხო
და ხდება მუსიკოსი. ყველაფერი მოწონს, ეს ჰარმონიის მასწავლებელი, ეს მუსიკის ისტორია, ყველაფერი გახარებული არის, ახალი ცხოვრება დაიწყო. სოფხედოებულად არ მოწონს. ამ ბაბილონის გარკვეულს თავისი ხედვა აქვს სამყაროზე და ისტორიის მასწავლებელი მიაჩნია, რომ ყველაზე დიდი ადამიანი არის ქვეყანაზე ნაპოლეონ ბონაპარტი და უნდა ბავშვებსაც ეს აზრი ჩაუჩიჩნოს თავში, ჩაუდოს თავში ეს აზრი. ინდოქტრინაცია ქვია მას. სწავლება კი არა, ინდოქტრინაცია, რომ რაღაცა ჩაუდოს თავში ასე. ძალით რაღაც გადავარკვევას. თვითონ კი არ მიხდნენ რაღაცას, აიკითხო და შეთო გამიცა, ეს ასეა და რაღაცა დოგმატურად უნდა ჩაუდოს თავში. მაგრამ მოხდება მესამესთან აი რაღაცა საფეხურები რო აქვს. საიდუმლოებას, ღვთიურს, რაღაცა განდობას თავიდან გაყვამ ხმას როხასის დაძახებულს გაყვამას და ეს იყო პირველი ნაბიჯი. მე მოусმინა სარაგოსკენ ჩამოსული თვითონ მახსოვს მუსიკოსების დაგრულ ბეთჰოვენის და ამ ბეთჰოვენის მოსმენამ გათელა საერთოდ დაჭმუჭნა გათელა არის გასრისა ბოლომდე ისეთი შთაბეჭდილება ქონდა მუსიკისგან შთამაგონებელი შთაბეჭდილება რომ ხედავს რომ მე არაფერი არ ვარ ამ მუსიკასთან ადამიანები ჭიანჭველებივით ჩანენ ამასთან ამხელასი დიადე რაც თქოს აი ღვთიური შეეხო მის სულს და ხედავს რომ მე ამის დამძლევი არ ვარ მაგრამ როხასმა თქვა შენ ამ სიფრიფანამ ხრევზე უნდა ატარო ძალიან დიდი ტვირთი თუ ამას შეუდგები ამ გზას აი ეს რთული გზა ეკლიანი გზა მაგრამ დიდ სიხარულს მოგიტანს მე მაგრამ ეს ხედავს რომ აი ამას როგორ ზიდა ამ ხელასი ვარდნის თქოს ოკეანიდან რაღაც ოკეანის ბადალი თამოვიდა და რაღაც ვულკანი 1000 რაღაცა მოზდი თავში წარმოდგენა ბეთჰოვენის მუსიკას და ესაა მესამე სიმფონია ბეთჰოვენის და წასვლა უნდა მე ამას ვერავდა დამაბრუნეთ უკან აი ბიბლიაში ეგეთი რა თქვა რომ იცოს დადოცო სახნისზე ხელებს რომ დადებსო და მიდისო წინ უკან არ უნდა მოიხებესო იმიტომ რომ მაშინ ღირსი არ იქნება თავისი მოწოდებისო აი თქოს დაბრკოვდა და აღარ უნდა გაგრძელება მოწოდების ამას მე ვერ ვსიტავ და დაიცადება დილამდე მაინც დაიცადება და დილამდე დაიცდის და უფრო ბეთჰოვენის უფრო ნაზ მუსიკას დაუკრავს ეს ვიღარი ესეც ბეთჰოვენი არის და გინდა უკიდე წასვლა სახში არა მინდა წასვლა მე გავაგზავნე ამას რაღაც აი შედის აი ამ სამყაროში სადაც ჯადოსნური სამყარო არის სადაც გამოვაქვთ ჯადოსნური გენები რაღაც თავისი კუნძული აქვს თავისი დიდი კომპოზიტორების თავისი ინსტრუმენტი ამას თავისი მეჩეთში აქვს პატარა რომელიც ასევე დიდ კუნძულად უნდა გადააქციოს და ასეთ დროს ისტორიის მასშტაბით ეკითხება ვინ არის ყველაზე დიდი ადამიანი და უნდა თქვას რომ ნაპოლეონ ბონაპარტი ყველას ვინც სიტყვის ნაპოლეონ ბონაპარტი აქებს და მესამე ის ყველაზე დიდი ადამიანი არის ბეთჰოვენი და ნაპოლეონზე კი ეტყვის რომ ის ყასაბია საერთოდ ვინ არის ნაპოლეონზე პირადი ანგარიშები აქვს მას იმიტომ რომ პაპამისი დაუხრეთა ნაპოლეონი მიზეზოდ დაუხრეთა და დააბრალეს რაღაცა იმ სოფლელ ადამიანად დადაწვა რაღაცა არსენალის თუ რაღაცისა და ნაპოლეონმა ჩაიარა იქ და მოკალით ყოველი მეოთხე მოკალით და ბაბამისიც ასე შეაკვდა ესე მე ყოველ მესამე მოკალით არ ვსულობ ყოველ მესამე მოკალით ბაბამისიც 24 იყო და ასე მოკლა ნაპოლეონი და ეს აცობებს ამ ბაბილონიან ისტორიას ბაბილონიან კარტუზოს და მისთვის სოფხედობრივი პრობლემა ჩნდება უკვე რომ მისთვის თავარი არის პოლიტიკოსი რომელიც იპყრობს სამყაროს არის ძლიერი და გენია არის მაგრამ ბოროტიც რო იყოს გენია და ეს პოლიტიკური გენია თუნდაც ბოროტი არის განსაზღვრული კაცობრიობის ისტორიის და ყველაზე კარგი მაინც ის არის დასაფასებელი უცებ ეს მესამე ის დრამას რომ შეძრწუნდება ეს კარტუზო დედვის ვის არავის არ გაახსენდება პოლიტიკოსი როცა ასეთი გენიოსია როგორც ბეთჰოვენი მის გვერდით და გააჩერება რომ ის ახსოვნება 3 წლის მერე ეს ჩვენი ჰერცოგი მორალესია მაგრამ ბეთჰოვენი ყველას ახსოვნება და ეს აი სოფელობრივ დარტყმას მიიღებს ეს კარტუზო მიდის ამ მორალესა და თქვის ყველა მუსიკოსი გაწყვეტა და ეს რატო აი 300 წლის მერე შეიძლება 300 წლის მერე ქვაქვაზე უნდა რჩენილაო და მე რა სხვა ჰერცოგებზე ნაკლები ვარ რომ გავუშვათ არ ყავდეს მუსიკოსები სხვა ჰერცოგების ხალხი თანაც არის სრული
ლიქვნელური სიტუაცია ეს თავის ცოლს უშვებს ამ ჰერცოგთან რომ თვითონ სტატუსი კონდეს და მათ საშინელება და აი ისტორიის მასწავლებელთან ახლა ეს ჯახი აქვს ისტორიის მასწავლებელი დაუპირებს დაიჭერს და იქ აგზავნის ამ აღდგენით სამუშაოებს. ამასობაში ვიგებთ რომ მესამე არის ძალიან ფაქიზი გულის პატრონი ის ამ ხელოვნებაში აღწევს რაღაც წარმატებებს ეს მისი ფლეიტის მასწავლებელი არც თუ ისე ცუდად გამოგდის რაც ნიშნავს რომ ეგეთი პროფესიონალი ეგეთი დიდი მუსიკოსი და მასწავლებელი არც თუ ისე ცუდად გამოგდის ესა ძალიან დიდი ჯილდოა ამავე დროს უყვარდება რამონას და რამონასთან დიალოგები აქვს და რამონასაც განგაშები აქვს და ბესამეს არ დაემართოს რაც ბესამე არ გაფუჭდეს რა ვიცი რა და ნუ აი იმ ქუჩაზე საერთოდ გავალაც არ მინდა, იმიტომ რომ ქუჩის ბოლოს არის საროსკი და ბესამთო ვიცი, საიდან იცი? რამონები. აი, ლაპარაკობ, ეგეთ რაღაცა ლაპარაკობ იმ წმინდა სახში. არა, სხვა სუთხრა და მე გავიგე, მაშინ კარგი. რამონა ბოლომდე ვერ ხდება ბესამეს სიღრმეს, მისი სულის სიფათილეს და იქამდე რომ ავტორი ამბობს, რომ რამონა თითქოს უცროსი იყო ბესამეზე 2 წლით, მაგრამ უფროსი იყო მაინც. რამონა ბესამეში გადავდა რომ მომავალ საქმროს და ბესამე უფრო სხვა დონეზე არის და სხვა დონეზე ლაპარაკობს. რამონა ხო ცუდი რამე არის, როგორ შეიძლება ისე აკოცო ადამიანს, რომ არ გიყვარდეს. და ბესამე მე მგონიო ადამიანს ერთმანეთს უყვარდონ, არც რო გიყვარს მაშინაც არ უნდა აკოცო. ძალიან სხვა დონეზე არის ბესამე. ამ თავისმა ფლეიტას დაკვრა, აი ამ სიფაქიზემდე აიყვანა. თვითონ აი რაღაცა ყველაფერი მიდის აი აღმავალზე. ჯერ უბრალოდ გაყვა არჩიბალდორფას მერე ბეთჰოვენს მოусმინა დარჩა იქ მე ყველა გაკვეთილებს კარგად სწავლობს ფლეიტაზე უკრავს ადის მთაზე ცალკეც კი ღამე უკრავს ყველას გამიჩუმრად და უკვე მოწონთ ეს როგორ თვითონ წარმატებასაც აღწევს და სულიერადაც ვითარდება და აი ამ დონეზე ვითარდება სულიერად. უყვარს ეს რამონი, მაგრამ ხელზე გაკოცება აი მოცარტის დასაკრავად ჩავარდა მუსიკოსები იქამდე მოვითმენო და აი ამ მელოდიაში ბედნიერი იქნება და ასეთი ფაქიზი ადამიანი. ეს ძალიან საინტერესო ეს კარმენი ცოტა გაუგებარია ჩემთვის თვათ ბოლომდე გასაგები არ არის რატო შემოყავს ეს კარმენი. აი რატო არის ჩემთვის ბოლომდე გაუგებარი? ცალკე ხაზი მოდის ეს კარმენი და სიყვარულს ემსება აფროდიტე, ანუ მთხრობელი კარმენს და ადარებს ამ ბესამეს, ხან ადარებს ბესამეს, ხან ვისადარებს, ხან ვისადარებს. აი ამბობს გიტარის გამიხსენებთ. ეს კარმენს მინდა დიალოგი, ხო? მე ფანტასტე ფრედერიკი ფილაქანის ნაცვლად ფეხსაცმელი აგაკუნა ეგ კიდევ რა ჩვენი სიგარეტი თხემის ნაცვლადაც კი შეგვიძლია დაუსვათ სიმებს თუმცა რა გამო არავინ იცის გესწავლათ კარმენ მიმართოს კარმენს რა იქნებოდა რა გამოხვიდოთ პატივსაცემი ყოველთვის ქალი ეს პოეტური პროზა არის თითქოს აი გაბმული ლექსივით არის რა რაცა რიტმული პროზა არის ერთი დიდი სიმფონიასავით არის ხო მუსიკაზეც ახლა რა და მთელი ეს ნაწარმოები ერთი დიდი სიმფონიასავით არის ტონი როგორია? ირონიული ტონი აქვს. მაგრამ ისეთ ამაღლებულ რაღაცებს ლაპარაკობს, რომ ირონია კი არ დასმის ამ ამაღლებულობას. ექვემდებარება ქეთს უყრავს ამ ამაღლებულობას. სუბლიმურ რაღაცებს ლაპარაკობს, და თითქოს გარეგნულად ირონიულად, მაგრამ ირონიით კი არ დასმის ამას. ირონია რაც ემსახურება ამას, რომ გადასცემს. ეს არ არის რადიკალური ირონია, რაღაცა პატივისმცემელი ირონია. პატივისმცემელი დისტანცირება საკუთარი თავის აი ამ სუბლიმური რეალიზმისგან, რასაც გადმოსცემს, იმ ამაღლებული რეალიზმს. გესწავლოთ, რა იქნებოდა და გამოგვიდოთ პატივსაცემი ყოველთვის ქალი საწარმაგიდაზე დიდრო თვალებ დახრილ სულმეცნიერნი გეყოლებოდა თაყვანისმცემელნი სასიგადლოდ გამართული წინადადებით მოისმენდით სიყვარულის ახსნას, სადაც სიყვარულზე მეტად გრამატიკა იჭარბებდა. თუმცა გრამატიკას რაჯობს ფიზიკა-ქიმია მათემატიკის გარდა. ვიცი კი არ მიხვნა, ცოტათი აუცდი მგონია ჩემს დარს. თუმცა არა, ნიმო ფანტასტეს უყალაფერი პატიება, რა თქმა უნდა, უცენზურო სიტყვების გარდა, იმ სიტყვებისა, შენ რომ მრავალთ მოგისმენია, გრამატიკულად გავმართავი თანაც.
რომ მეცნიერი გამოსულიყავ მანდილოსანი იქნებოდი ბოშებისათვის საამაყო, თუმცა იქნებოდი და მაინც კარმი ამ ბოშა კარმენი არა და აი შენ მეცნიერი გამოხდოდი ბოშები შენი თიამაყები. და მაინც კარმი რა ძალიან კარგი რამე იქნებოდა სასახელო ცოდნით რომ გესახელა თავი. მაგრამ შენ სულ სხვა რამით ისახელე თავი. ანდა სულაც გამრჯე დიასახლის გამოსულიყავ, მაშინ ქუჩურს შეხლა შემოკლაში ნაუცბატებად არავინ გიწკენდა. დამდგარიყავი დიასახლის ვინ დაგიშლიდა ბულიონის კარგად მოხარშვას. და მხოლოდ ხახვის დაჭრა თუ გაგიტირებდა მაგლამას თვალებს. დაამატებდი თუ ხაკერტ სადგულდაგულოდ გარეცხილ ქიმცსა და რეჰანს მე სულ ბოლოს აღზევნის მარილ სპირის გემოთი თეფშებს ვერცხლსა და დანაჩანგალს აქეთ იქით შემოუწყობდი, მაგრამ სხვაგვარი დაგქონდა კაბის საიდუმლო ჯიბეთ შენ რეციდივის, მაგრამ მიყვარხარ. მე რა ვიყავ? ეთია სიმფონია სავითარი, ეთია მუსიკა მთელი ეს ნაწარმოები მუსიკა. მთელი ეს ნაწარმოები ერთი გაბმული მუსიკაა. პოემა სავითარი დაწერილი, აი ვერგლი რა გადავაკრა. თუ რიტმითაა დაწერილი, თუმცა რიტმის გარეშე. მაგრამ რატო ახსენე საერთოდ ამ კარმენს? აი მოწონს ის კარმენი არ დადგა დიასახლის, რომ არ ჩაეწერა ის რაც ყოველთვის ჩვეულებრივ გზებზე არა, რომ თავისუფალი იყო. რაცა თუ არ გახდა არც მეცნიერი, არც დიასახლისი, არც რაცა არაფერმა ჩაკეტა კარმენი. და მე რა იმიტომ მიყვარხარ, რომ თავისუფალი ხარ, შენი თავისუფლება მიყვარს. მაგრამ მე ადარებს ბესამესაც. და ბესამეს ეს თავისუფლება არ აქვს. ბესამე რომ მუსიკოსადაც რომ დგება ბესამე. მაშინ ზუსტად ეს თავისუფლება ეკარგება რაც კარმენს აქვს. ესა ორი სხვადასხვა სტიქია უპირისპირდება. კარმენს არ აქვს არაფერი როგორ თქო, კარმენი თავისუფლების სტიქია მთლიანი. ისიც კი არა აქვს რაღაცა ნიჩი მიეცა და ამ ნიჩს მოემსახუროს, ასე ვთქვა და ამით იყოს თავისუფალი როგორც ბესამე. ბესამე თავისუფალი არის ამ თავის ნიჩში. მაგრამ ნიჩი ძალიან ძლავ არტახებს, როგორ თქო, არგებს მის ყოფიერებას, მის ცხოვრებას. იმიტომ უნდა გახდეს ის თავმიძღვნილი, რაღაცა ასკეტი, რომ მუსიკოსი დადგეს, დიდი მუსიკოსი დადგეს და ეს ნიჩი განავითაროს და ამაშია მისი თავისუფლება. და კარმენს არაფერი ეს არ აქვს. კარმენი თავისუფალი როგორც თავისუფალი. და ამ თავისუფლებას ცხოვრობს, რომ არაფერს არ მოერგოს, არაფერზე ხელი არ მოაწეროს. არაფერს არ მიუძღვნას თავი. ანგარიში მიუცემლად თავისუფალი იყოს. და ესაა მისი კრედო. რაც სრულიად განსხვავებული კრედოა, ვიდრე არამხოლოდ ის დიასახლისები გაუშვათ, ვინც არც კი დაგიდევენ და თავის ნამდვილ მოწოდებაზე არ ფიქრობენ და რაც მიეცათ, ასე ვთქვათ, ტრადიციით იმას მისდევენ ყოველგვარი დაფიქრების გარეშე, იმიტომ ესე იყვნენ და ესე უთხრეს დაუშვათ, მაგრამ მარტო მათ კი არ უპირისპირდება კარმენი, ბესამესაც უპირისპირდება, ბესამეს თავისუფლებასაც. ბესამეს თავისუფლება არის დისციპლინირებული ასკეტური თავისუფლება იმ ნიჩში, რომელიც მიეცა. და კარმენს ეს არ არის. კარმენის ნიჩი არის იყოს თავისუფალი როგორც ასეთი. რა არის არის? რა უნდა თვითონ ავტორს ამით თქვას? ბესამე უფრო უყვარს თუ კარმენი? ორი ერთად არ შეიძლება. ორივე ერთად გიყვარდეს, ან ერთი ხარ ან მეორე. იქნება და არ ვიცი რა არის. იქნება და რომ თვითონ ავტორი არ დადგა. არ ვიცი, თვითონ გურამ დოჩანაშვილი არ დადგა ბესამე. ისე არის ეგეთი მახსოვს ეგეთი გამოცემა, რომ თვითონ გურამ დოჩანაშვილი უნდა რომ მუსიკოსი დამდგარიყო და არ დადგა. იქნებ შეეშინდა ამისი, რომ მე ეგეთი ასკეტი არ მივიღო. ასე ბოლომდე მიუძღვნა თავი მუსიკას, ამ ღმერთს, მუსიკის ღმერთს და დავკარგო ის თავისუფლებას კარმენსა, კარმენის მხოლოდ კარმენი ჩემი გათავისუფლება თქოს აი მუსიკის ამ წნეხისგან, ამ სიდიადისგან, რომელიც ბესამეს უნდა ეზიდო. ალბათ ეს არის. ამიტომ უყვარს კარმენი ალბათ უფრო ვიდრე ბესამე, თუმცა ბესამეს ადიდებს. ამიტომ აქ ირონიული ტონი. ირონიით პატივსცემს იმას, რაც თვითონ არ გახდა. კი არ გასცემს პატივსცემს. და ამ თავისთავად უფრო დაბალას საყენებს შეიძლება. აი იმასთან რაც დაინახა ბესამეში, რომ ბესამეს პერსპექტივაში. აი საინტერესო უმბერტო ეკოს ვარდის სახელში არის ეგეთი მომენტი, რომ ეს მთავარი გმირი აძიო უნდა აზიაროს ერთმა ბენედიქტელმა ფერმა, რაც საიდუმლოებას ამ სამონასტრო ორდენის როგორც ჩანს და ეუბნება საფირონი, რაც ქვები, ძვირფასი, ლავი, საფირონი, ალმასი
და თითოეული რა სულიერ თვისებას გამოხატავს და უნდა ეს ბეჭედი გავკეთოთ სწორედ მახსოვს რომ აი თუ ეუნება აი შემდგომ შეუერთდე ხა ამ სინი და ფიცი დადო ამის წინაშე რომ შენ ამ ყველაფერს გაითავისებ და ამ დროს მოდის აცოს მასწავლებელი ზულიან მასწავლებელი წამოაც არ გაგაბას თავის მახეში თავის ბადეში და გამოახრევს აქედან უმერტეკოს თავისი საფრთხეა უმერტეკოს როგორც ჩანს არც ჯერა რომ არსებობს ეგეთი ჭეშმარიტება რომელიც ღვთიური არის ამიტომ უმერტეკოსთან არის ირონია როგორც გაბატონებული ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება არ არის ის პრინციპი რომელიც ირონიაზე მეტი არის ირონია ძლევს ჭეშმარიტებას იმიტომ რომ ჭეშმარიტება უარყოფილია უმერტეკოსთან აი ტრადიციული გაგების ჭეშმარიტება აქ ესე არ არის აქ ირონია არის მაგრამ ირონია არის როგორც თავზე მოჯდომა ამ ღვთიურზე და ჭეშმარიტზე არამედ როგორც მისი პატივისცემა ისე რომ იმას ვეუბნები და ვიღებ კარგს რომელიც უფრო მიყვარს უფრო ბესამი შეიძლება რამაც სწორედ გამარტი არის მაგრამ მე ასე დავინახე რომ კარმენის შემოჭრა თავის თავისუფლება სხვანაირი თავისუფლება ბესამის თავისუფლება ვიმეორებ არის თავისუფლება იმ ნიჭში რომელიც ღმერთმა მოგვცა და ზიდვა ამ ნიჭის და კარმენის თავისუფლება არის ამის გარეშე აი ისედაც მინდა თავისუფლება თავისუფლებისთვის და ამიტომ მიყვარს კარმენი და ალბათ ირჩევს კიდეც კარმენს თუმცა ვაფასებ იმას ვაფასებ როგორც ღვთიურს რაც ბესამის გზა იყო ისერჩევს კარმენს ისერჩევს მე ვფიქრობ ავტორი კი იქნებ ამიტომ არ დადგა თვითონ მუსიკოსად ხო აი თითქოს ყველაფერი კარგად მიდის ბესამისთვის არა რაღაცა ეს ავტორი ლაპარაკობს სხვა რა გვინდა ობოლი ბიჭი კარმენსიტასთან განსხვავებით სწორგზაზე დადგა განსხვავებით კარმენსგან განსხვავებით სწორგზაზე დადგა ხო კარმენის ხვალებია დაფასებასაც მიაღწია მაგრამ ქვეყნიერების ყოველ კუთხეში რაგინდრანაირ გარეწარსად უყვარს მუსიკა ოღონდ სხვისი თავისი არ არის რა ადვილი აქ დამთავრდება მოკლედ რომ მოუჭრა ბესამე კარომ მუყაითი მეცოდინეობით თავი გამოიჩინა გახდა ცნობილი მუსიკოსი 60 დილს რამონაზე ჯვარი დაიწერა მოხუცმა როხასმა ხო სიკვდილის წინ მას გადააბარა დიდი თეთრი კონსერვატორია და დირიჟორის სპილოს ზვალისა და პატარა ჯოხი ბესამეს მუსიკალური გამოსვლებისას დარბაზი ტაშით ინგრეოდა შინ ყავდა შესანიშნავი შვილები ორი ბიჭი და ერთი გოგო ხოლო ჩიტების ტვენდნენ შევისწოდნენ ირონიით ნათქვამად მაგრამ არ იყო ძვირფასნო ასე და ფრედერიკ მემ რომ მოგატყუა სიცოცხლისგან საკეში ვეღარ ჩაიხედა და თუ ეს ვერ ქნა არაფერი გამოვა სხვის ხელყოფამდე ჯერ ხომ კარგად წამდაუწუნდა ვიცოდეთ ჩვენივე თავი ხოლო ბესამის პატარა ქალაქ ალკარაში დიდი ამბები გარდაევლინა თავს როგორც იტყვია ანუ ეს არ მოხდა ეს ტყუილია ასე არ ხდება ცხოვრებაში ასე ყველაფერი დაუთოებულად არ ხდება რომ შენ ახლა ელი რომ ეს ჰეპი ენდი იქნება ასე ადვილი ჰეპი ენდი არ არის ადვილი ჰეპი ენდი არ პრინც გავსი არ არის რაცა ძალიან დიდი გამოცდა ელის ადამიანს ამ ცხოვრების ამ დანახმულ ველზე როგორც რუსულ ანდაზაში არის ხო жизнь прожить не поле перейти ეს პასტანაკსაც არ გამოყენებული ჰამლეტის თავის ლექსში ჰამლეტზე იმიტომ რომ დანახმული მინდორია ცხოვრება ძალიან შესაძლებელია აფეთქება აქაც ეგ არის რომ ბესამი აფეთქება ხო რაღაცა მოხდა ცხოვრებაში ეს გაამწესეს აღდგენით სამუშაოზე იმიტომ რომ ისტორიის მასწავლებელი გადაემტერა პიროვნულად გადაემტერა და მსოფლმხედველურადაც გადაემტერა როცა იტყვის რომ ადამიანი ან იყო ნაპოლეონი ადამიანი ან არ იყო ყველაზე დიდი შეცდომაა ყველაზე დიდი შეცდომა რომ რა იყო ყველაზე დიდი მარცხი რა იყო უდიდესი ადამიანი ხო რა თქმა უნდა ვატერლო არის ბაბილონია კარტუზოსთვის და ბესამეთთვის რომ ყველაზე დიდი მარცხი იქნებოდა ყველაზე დიდი ადამიანის რომ არ წაეშალო არ დაეფხრიწაო ის მიწყუნა ვინ წაშალა რა მიწყუნა ვინ დახიაო აი ბეთჰოვენმა მესამე სიმფონია პირველად ნაპოლეონის მიუძღვნა მე დახიაო რო არ დაეხიაო მაშინ უნდა ყველაზე დიდი ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა ბეთჰოვენმა თავის სონატა 14 წლისამ დაწერა ხო ეს არის ეს მესამე სიმფონია მიუძღვნა ნაპოლეონის თავი ნახტაცებული იყო ნაპოლეონი და მე დახიაო ზუსტად იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდი პოლიტიკოსი იყო და დიდი საქმეები აკეთო მაინც თუ ასეთი ძალადობრივი და ჩადენილი მე არ შემიძლია ეს მიუძღვნა ნაპოლეონს ამდაგარი იდეა იყო და ანუ ეს თუ არ გააკეთებინა მე ეს მისი დიდი შეცდომა იქნება და ნაპოლეონი ადამიანი თუ იყო არ ვიცი როგორ ადამიანი იყო
აბა კლავდა ხალხს თავის ხელით არავინ არ მოუკლავსო და კიო მაგრამ არც ადამიანის ხორცი უჭამია მაგრამ კორცი კასი ჭამიას კი ეძახდა და ეს ბოლო წეთი იყო და გაუშვეს აღდგენით სამუშაოდ სამუშაოს გაშვება არ მიშოს არ ესწრება სხვა გაკვეთილებს ესწრება და მაშინ სამი ბესამი არის ერთი ბესამი არის ეს პლეიტისტი ბესამი ისო მეორე ბესამი არის ბესამი რომელსაც რამონა უყვარს და ელოდება მოცარტის კონცერტს მათგან თეატრში წავიდა სამეცნიერო მოსასმენად ხელზე აკოცოს და მესამე რამონა უცებ ამ რექსაჩი ეს წყალბურთის მასწავლებელი რომელიც ეუბნება ვატერპოლო ანუ წყალბურთი არის ცხოვრების მეტაფორაა და მე თქვენ გასწავლებ ნამდვილ ცხოვრება რა არის რა ცხოვრებაში თავარი გამარჯვება ნებისმიერ ფასად გამარჯვებისთვის რა არის თავარი შენ თუ არ გამარჯვებ სხვა დაგამარცხება გამარჯვებაში სხვა დაგამარცხება დამარცხვის ნებისმიერ და აზიარებს ასე თქვა თავის შავბნელ მისტერიებს შავბნელ საიდუმლოებს ესეშენ ბავშვებს და უნდა არ არსებობს არაფერი წმინდა არც მეგობრობა გამეგობრობა ეს მეგობრობა გამარჯვება თუ თავარი ეს მეგობრობა შეიძლება შეწირო ამ გამარჯვებას და ასწავლის როგორ ათელინებს აი ყველა ამ მუხრუჭევი რო აქვს ადამიანს კეთილშობილი მუხრუჭევი ამ კეთილშობილ მუხრუჭევს აწყვეტინებს საერთოდ და ასწავლის ფარისეულობას ასწავლის ძალადობას ასწავლის უკან დაუხევლობას ანუ ეს გამახსენდა სერბების საყვარელი მეფე არის ლაზარე და ეგეთი კოსოვოს ბრძოლა იყო მათი დიდგორივით ბრძოლა მაგრამ კოსოვოს დამარცხეს სერბები და ასეთი სიტყვა იყო კოსოვოს ასეთი ლეგენდა კოსოვოს რომ მეფე ლაზარეს გამოეცხადა ანგელოზი თუ სწორად მახსოვს და უთხრა რომ გინდაო გაიმარჯვო რა გინდაო გაიმარჯვო თუ შენი სული გადარჩესო ესე თქვის ჯობია დამარცხდა ჩემი სული გადარჩესო და ამ ლაზარეს სამეთო წმინდა ლაზარად თვლიან რომ გამარჯვებას ამჯობნა სულის გადარჩენა და აქედე ეს აი სულის გადარჩენა სულის არ აღარ არის ჯანსაღი ჯანსაღი სული წევს ამბობ წევს რა ეს ის იმ სიჯანსაღეს თუ მისდევ რასაც რექსაში ასწავლის შენი სული დაგაწევა ასე და აღარც იქნება აი განერთხმება მიწას ასე და აღარც გამოჩნდება ეს სული ასწავლის ძალადობას მეგობრისთვის ქუსლის ჩარხმას და მეგობრობა ძალიან სიტყვა არ არის მეგობრობა რაღაცა წმინდა ასწავლის ღიმილს როცა სხვა სტილს აყენებ ასწავლის გადარჩენის ინსტინქტს რომ დაუშვათ ჩაკეტავს სადღაც პატარა სკარცელოა ოთახში რაცა კალიასაუთ ოთახია და ვირთხებს ჩაუგდებს რომ ყველამ უკეთესი პოზიცია დაიკავოს და ეს ვირთხარ შეიხოს რაღაცა ერთმანეთთან იომონ რაღაც დარვინისტული ეს ყველაზე მოქნილის თუ რაღაც ყველაზე მისადაგებულის გადარჩენა მე ქრთამეობას მე ქრთამსაძლევი რომ არ დაიჩაგრომ და ეს იღებს ამ ქრთამს ბესამე ყველაზე მეტად იჩაგრებოდა ბესამე საინტერესოა რომ ამ სიტუაციაშიც კი რაღაცა კეთილშობილებას ინარჩუნებს რომ თვითონ არაფერი არა გობოლია სხვებს მაინც მოაქვს ახლდა რაღაცა ქრთამი რექსაშთან ბესამეს არ აქვს არაფერი სხვებიც არის სხვაც არის ტახოა ერთი რომელსაც არაფერი არ აქვს და წავა და მოიპარავს და ბესამეს მოპარავ არ შეუძლია ანუ ქრთამს ვერ აწევს რაღაც აჩერებს მაინც ანუ რაღაც მუხრუჭები შეინარჩუნა ბესამე არც ეს სინდისის ხმა დაარქვა ამას შეიძლება ბოლომდე რომ ვერ ხდება ეს სინდისი ადამიანში ასოლა ბავშვობაში მოგონახი პინოქიო რა მულტფილმი და ცხოველობა ხო ცხოველობა ეძება ტელევიზორზე იქ გამიშლება ხოლმე როცა ძალიან სულად მოიქცევა კალია გამოჩნდება რა კალია რომ სინდისის ახსენებს რაღაცებს და ესე არ უნდა გააკეთო და სინდისის კეჯნის სიმბოლოა ეს კალია ეს ერთ რომ მოკლავს ამ კალიას მაგრამ ბოლომდე ვერ კლავს ამ კალიას რა ილექება გულში ხო ჩანსებს რომ ჩვენი ბესამე ბოლომდე არ გაფუჭებულა იმიტომ არ მიდის აი ამ ქურდობაზე არ მიდის და ამიტომ ყველაზე მეტად იჩერდება სხვებს აცემინებს ეს რექსაში და ერთი მომენტია სადაც რექსაში მიდის იმაზე რომ თუნდაც დაახრჩოთ ეს ბესამე თავს იცავს მაგრამ ბევრნი რო არიან
ვინც ქრთამი მისცეს ამ რეგსაჩ, ისინი ძალადობენ უკვე ბესამეზე და ბესამეს ლამისა დაახჩენ. და რეგსაჩი ადრე წვანაშებს დაახჩეთ, ობოლია, მაინც ვერავინ ვერ მოიკითხავს. და ამას აი მოაწოლა ყველაფერი ბესამეს და კლავენ და ამ ციკლში გადარჩება. თქოს აი ახალი ბესამე დაიბადება, დაბოღნილი, უსამართლობა განცდილი და უნდა რომ თავისი ეს უსამართლობის ამ განცდიდან დიდი მუხტი აქვს უსამართლობის, აი ეს ბადებს მის ახალ ნატურას. შურის მაძიებელს თავის გამტანს, ძლიერს, ძალას იგროვებს და იმ ხელა ძალას დაიგროვებს საბოლოოდ, რომ ყველას გამარცხავს. მათ შორის რეგსაჩი უბრძალავდა ბავშვებს, ახსავდელ ბავშვებს რეგსაჩი უბრძალავდა, ნუ მომართავთ თქვენ არც ეგეთი სიტყვებით სერ და რაღაცა მაესტროს ისედაც არ დაუძახებენ, ხო? სენსეი და სხვა მასწავლებლებს ეძახდნენ, ატომოს ეგეთ რაღაცებს დამეძახეთ ჩიტუნელა. ჩიტუნელა ბიძია დამეძახეთ. თქოს ჩიტუნელა კონტრაში უნდა იყოს ყველაფერი. ყველა საძაგელი ტიპი არის ეს ძალადობას ასწავლის ერთი სასტიკი ხო და ასეთ სასტიკს უნდა დაუძახოთ ჩიტუნელა. და ყველას რაღაცა რბილსახელებს აძლევს. ტახო უნდა გახდეს თაჰო. და რაღაცა ეს რბილად ილაპარაკონ. ღიმილი ქონდეთ სახეს და უგრეხდნენ ფეხებს წყლის ქვეშ მეგობარს და ესე ფარისეულობდა ყველაფერი და უგრძალავს რომ არ დამიძახოთ ეს სახელი პატივისცემის გამოხატული სახელი და ბესამე όσο დაუჭერს ამ ჯოხს ითით თავიდან დაარტყავს ეს ბესამეს გააჩეროს და ყველა სხვა მეგობარი ასე ვთქვათ მეგობრები ბესამემ შურიძია მათზე და საშინელი ტკივილები მიაღება თუმცა მასე ძალადობდნენ ბესამემ გაუბერა უკვე უნეო მე შენ აღარ დაგიდევ შენ სამ შეგონებებს და შენ სამ ბრძანებებს მე უკვე შემიძლია შენს გაგისწორ და ეს ჩიტუნელა მიხვდება ეს რეგსაჩი რომ კი დამამარცხე ხარ არ უნდა ბესამე მაგრამ ნუ ობიექტურობის თვალსაზრისით თქვა რომ ამისგან კაი წყალბურთელი გამოვა ანუ ამისგან გამოვა ზუსტად ის რაც ჩემს შეხედულობას ერგება წყალბურთი ცხოვრება აი ეს ბესამე გამოვა ზუსტად ეს ძლიერი ისწორ თავარია სხვების დამარცხება. აი ეს ბნელი მისტერიები რო ბნელ მისტერიებს აზიარებს. გადაიყვანს უფრო მაღალ დონეზე. გვერდს დასრულების ზიუში გადაიყვანს. მანამ თაგვები ქონდა კუნთების, თაგვებს უძახის, მე ვირთხებად გადაიქცა ეს კუნთები, მე კურდღლებად იზრდება, აი ძლიერდება, იზრდება აი ამ ახალ თავის ცხოვრებაში და მდიდარიც ხდება. აქამდე იყო ღარიბი როგორც იესო და ახლა ფული გაუჩნდა. 300 პესო აქვს თუ რაღაცა ხელფასი თუ გაიმარჯვებენ კიდევ ხელფასი იქნება არის საროსკიპოში წასვლის შანსი ეძლევათ მე თუ გოლს გაიტან 3-ს უფასოდ წაგიყვან საროსკიპოში ასე 2 გოლს თუ გაიტან ნახევარფასად და ესეთ რაღაცებს ახარბენ რამონასთან უკუჩდება ურთიერთობა იმიტომ რომ როცა გალახავენ ახლა ხედავს რომ ყველაფერი ძალადობა ყოფილა ამ ცხოვრებაში და რამონეტვის მოდი ხარ მოსარწე რა მოსარწე ხო თქვით რომ მოსარგან წამოსულიყავ ერთი მაგის თითქოს ანუ რა მოშდება რომ სამი ბესამე ვერ ჩადგება სამი მისი პიროვნება ერთი რეგსაჩის ბესამეც იყო რამონას ბესამე და პლეიტის ბესამე არ გამოდის პლეიტისგან ურო ვერ გამოდევნისო იმ ჯადოსნურ ვერცხლისფერ ჰანგებსო ну ეგეთი გახდა ბესამე უკვე გადაერთო იდეა ფიქსა აქვს რომ აი ეს ახალი ცხოვრება დაიწყოს და წარმატებული იყოს იმ ახალ ცხოვრებაში არ ვიცი ქმნის რაღაც დისტანცირებას ჩვენს დისტანცირებას ბესამესგან კარმენისგან რა გვაფიქრებ ჩვენ რომ აი ჩვენ ვინა ვარ ჩვენ რა გზას ავუჩევ კარმენი უფრო უზუსტო ბესამე თუ არ ვიცი რა სხვა გზა და ხდება ეს სუპერვარსკვლავი წყალბურთის მიუხედავად ამისა რომ წყალბურთი სუპერვარსკვლავი ხდება და ახალ ცხოვრებას იწყებს რაღაცას გრძნობ რომ მაშინ სინდის ბოლო გარი არ არის ეს სინდის მაშინ დაჩაგრულია დაფრგუნულია მაგრამ განადგურებული არ არის როცა ისტორიის მასალათან მიდის მე და ესე გიქნება რა იყო ყველაზე დიდი ადამიანის ყველაზე დიდი მარცხი და ესე თქოს ჩაილაპარაკებს ვატერპოლო სევდიანად ჩაილაპარაკებს ვატერპოლო ჩუმაკი თქოს ვატერპოლო ვატერლოოს კი არის ნაპოლეონი ვატერლოოს წააგო რა ველინგტონთან
ინგლისელ გენერალ ველინგტონთან. ეს ვატერპოლო წყალბურთია. განიცდის იმას, სინამდვილის განსხვავება, ნამდვილი ცხოვრება, ნამდვილი საქმე. მანამდე ხეუნება ბაბილონია კარტუზს. რა არისო ამ ვიღაცა ძველი ყასაბის გამო, ამ ნაპოლეონის გამო ნამდვილ საქმეს უნდა მომწყვიტო, ანუ ფლეიტას დაკრა, მისი ნამდვილი საქმე იყო. რაღაცა ნამდვილი საქმე გადააგდო და ახლა აი ამ წარმატებული ამ წყალბურთში რაღაცა თვითონაც მოძალადე ხდება, ძლიერი მაჩზე იგებს, სუპერვარსკვლავია, ფული აქვს, დაფასება აქვს საზოგადოების და კიდე კაიო წაბსო კანიანა ჭამდო, თორე გადაეგდეს კანიო აიღებდნენ და აი ბესამეს დაგდებული კანია და სუვენირად შეინახავდნენ. ფული აქვს, ყველაფერი აქვს. საროსკიპოში დადის და იქ ერთი ქალის გარდა რამდენიმე ქალი ყავს, ყველაფერი რაც კი შეიძლება ქონდეს აქვს, მაგრამ მაინც გულისხმობაში განიცდის ამას. და ამიტომ მე დამარცხებული ვარ. ყველაზე დიდი მარცხი ადამიანს არის ვატერპოლო. აი ვატერპოლისტი რო გავხდი და მოვწდით ფლეიტას, ესაა დიდი დამარცხება. და ეს პასაჟირი ეროვნული რა თქვიო ვატერპოლო თქვა ამდა. და წახო იტყვის ვატერპოლო თქვა. ხო სწორია ვატერპოლო. ასე ეს გაიგებს ვატერპოლოს. ანუ ნაპოლეონზე თქვა ამას, ნაპოლეონის გამოსა. და ასეთი არის ბესამე და იწევს ტრომბონზე დაკვრა და ტრომბონით ქალაქის გაღვიძებას. თითქოს ესეც სიმბოლური არის, რა თქმა უნდა, 7 საათზე ხა ეგეთი სუპერვარსკვლავის სპორტსმენი, რაც 7 საათზე რატომ უნდა ადგეს და რატომ უნდა გაღვიძოს ქალაქი. მაგრამ სიმბოლო არის, რომ ნახან ტრომბონით, ბესამეს ტრომბონით იღვიძებს ალკარასი ეს ქალაქი. ესე იგი, ეს ქალაქი არის ამ რეჟიმში უნდა იცხოვროს ყველა. ადამიანები უნდა იღვიძებდნენ, იმიტომ რომ სხვები დაამარცხონ ნებისმიერ ფასად. და დადგენ ისეთებად, როგორმაც ისინი გააღვიძა დილიდან. ანუ თვითონაც ბესამესნაირები უნდა გახდნენ. ლოგიკა ცხოვრების ყოფილა გამარჯვება ნებისმიერ ფასად. გადაბიჯება ყველა მუხრუცზე. აი რასაც სიმბლის მუხრუჩები. ყველგან ანდაზო, რა არის ის წინააღმდეგაცო ადამიანიო თამამად წავა, ყველაზე ცუდი ადამიანი თამამად წავა, მაგრამ რისიცო ეშინიაო კარგ ადამიანსო. ну პასუხია სიმბლისი, ხო ეს სიმბლისის ეს სიმბლის განცდა. ზნეობრივი განცდა. თვითონ ბესამეს სულ მიუხედავად იმისა, რომ ასე თქვა ეს ტრომბონისტი გახდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე როცა სხვა კაპრალია, გუნდის კაპრალი, ან კაპიტანსა და კაპრალს უწოდებს. ავტორი ერთ-ერთ ათვალიერებდა როგორ ატკინოს ერთმანეთს კუნთებს უმოწმებენ და ტანებზე უყურებენ ეს ორი გუნდის კაპრალი და შეაჭერია. მე ისტორიაში ვესამეთქვის. ისტორიას რა უნდა ვაკეთო? შავთეზე აწერია, მაგაში როგორ ჩაიწერია. შეანაში ჩაიწერია. მე ჰარმონიაში. ესე იგი არსაროს მუსიკოსი არ ყოფილიყარ. და იმას ეწყინება იმას. რა არ ყოფილიყარ, ხო არ ყოფილიყარ, ხო იმიტომ რომ ჰარმონიაში არ უნდა იჭრებოდეს მუსიკოსი. თუ ნამდვილი მუსიკოსი ხარ, მოწოდებით, ჰარმონია სულში უნდა ატარებდე. და ნამდვილი მუსიკოსი არ ჩაიჭრებოდა და აქ ჩანს რომ ბესამე განიცდის ამას, რომ ნამდვილი მუსიკოსი იყო და ეხლა გახდა ვატერპოლოს კაპრალი. ეს მომენტია მე რამონას შეხვდება და ძალადობას აპირებს რამონაზე. ტყეში წაიყვანს და სექსუალურ ძალადობას უპირებს. და რატო აკეთებს ამას, თუ ასეთი სიმბლის ხმა აქვს, სიმბლის ხმა ბოლომდე არა ჩამკვდარი იმაში და რატო ელაპარაკება ასეთი საძაგელი უხეში სიტყვებით? ანუ შეიძლება ესეთი მართლა თავარი მოტივი მისთვის კი არა, რაც აღტყინება აქვს ეროტიული და ამიტომ უნდა დაიმორჩილოს ეს რამონა და მისი სისუსტე გამოიყენოს თუ რა ვიცი. მე მგონი თავარი მოტივი აქ არის, რახან ეგეთი განცდები აქვს. თუ მე გავნადგურდი ამ ვატერპოლოზე, ბარემ ბოლომდე გავნადგურდი, რაც სასოწარკვეთილება აქვს. აი ბარემ ბოლომდე მაშინ, ბარემ ბოლომდე გავნადგურდი, ყველა საზოგადოებაში ჩავიდნენ. მე ვეღარ დავბრუნდები იქ სადაც ვიყავ. აი ეს აკეთებინებს ამ როგორჩი. უიმედო და არა რაღაც ეროტიული აღტყინება. არა რომ მოესმება ეს ხმა. და ეს ისე რომ ხასის ხმა არის და დაიმორჩილებს ეს ხმა, რაღაცა დაიმორჩილებს ბოლომდე მეუცა მონოსხული შეჩერდება. და აი შეჩერდება. რაც ღვთიური ხმა. და ახსენებს ეს რომ ხასი გახსოვს ერთი რაღაცა გახსოვს შენ რას მღეროდიო. ფარაში დამიდიოდა ერთ ციკანი მოფერებამ გადამიქცია გარეულ ხეცად. ბესამე გახსოვს? დიახ, მუდამ გახსოვდა, დიახ, ცრუო.
ან დაიწყე შენ რაღაც მომენტში ეს მომენტი და შენ გახდი უბრალოდ დაუხეცე. წყვილი კურღელი მაინც შერჩენოდა რას მოკურცხალდა ახ გაქცევა უნდა ამ როხას წინაშე აღარ ვეღარ ძლებს. ადამიანი ყავ ერთდროს და რამ გაგამხეცა, რასაც თვითონ ამობდა ნაპოლეონზე ის დაემართა თვითონ. თლად მოკუნტული იდგა ბიჭი. მე მდიდარი ვარ როგორც ალბათ, მაინც ამახობს რაღაცა, ხო რაღაცებს ხომ მივახციე. არა. შენ ღარიბი ხარ როგორც იესო, გაახსენებს, ამაზე კიდევ უფრო მოიმჩვარა. და მე არის რაღაცა გამდიდრება, რაღაცაში მდიდრდება, ის გამდიდრებას გაღარიბება. ყველას ასე ემართება ბიბლიაში წერია, ვინც არ აღმერთში მდიდრდება. აი მდიდარზე ვარ, ვთქვით, იგავი არეთი. კაცი ძალიან გამდიდრდება, ძალიან ბევრი პური და დაუგროვდება, მოსავალი იქნება ძალიან დიდი და მოდი რას ვიზამ ბეღლებს, ძველ ბეღლებს დავანგრევო, ახალ ბეღლებს ავაშენებო და ამ პულსი დავაბანდებო ამ პულს ამ ბეღლებშიო და მე ვიტყვიო რომ აიო გაიხარა რა, მრავალი წელი იქნება კეთილდღეობაში და განსხვავებაში და შტერო ეს იმ სახარებაში დღეს ვერო წაგართვანო სულიო ვიზღა დარჩება მე ეს ქონება და ყველას ეს დაემართება ვინც ღმერთში არ დიდრდება ну შეიძლება გამდიდრდე არა ღმერთში შეიძლება გამდიდრდე აი ეს მე მდიდარი ვარ როგორც ალბათ და რაღაცები გამდიდრდება გამარჯვება თუ არა შემთხვევა უპატიოსნოდ გამდიდრდა და ყოველთვის ეს ასეთი გამდიდრება ყოველთვის რაღაც კატასტროფით დამთავრდება დათანე მე წამომხედე და როგორც მაშინ პირველად წავა დაძახება და ახლაც წავა აქ იმას უკვე აღარ ლაპარაკი ბედნიერება ექნება რამონა დაივიწყო რა რამონა ის რამონა უკვე აღარ არსებობს ეს პერსპექტივა უფრო სხვა პერსპექტივა უფრო დიდი პერსპექტივა ხა ეს არის ჩვეულებრივ ცხოვრება არ ისწავლეს ამ ხელა მასშტაბის სინანული აღარ ითვალისწინებს იმას რომ ჩვეულებრივი ბედნიერება ხდება ანუ რაღაც ახალი ცხოვრებით იცხოვროს და შეიყვანს რაღაც გომურში სადაც ნაკელის სუნი არის რაღაცა მისცემ ფლეიტას და ეხლა დაუკარი ეს ფლეიტა და ეს ფლეიტა გამოსცემს ამ ჯადოსნურ ვერცხლის ბგერებს და აი უცებ რაღაცა სიმბოლო შეიქმნება ახალი შეხედე ეხლა შენ ვალდებული ხარ ეს ფლეიტა უკრავო თან ხედავდე რომ აი როგორი ნაკელი და როგორი საზაგლობების არსებობს უკვე ახალ დონეზე გქონდეს ეს ფლეიტა გქონდეს აი ამის ფონზე ამ სიბინძურის ფონზე იყავდეს ხედავდე რომ ასე მარტივი არ არის ამის შენარჩუნება შენ უნდა იბრძოლო სულ ამ სიბინძურეს და რომ ეს ფლეიტის ხმები შეინარჩუნო აქამდე ადვილი იყო შენთვის ამ სიბინძურეს ვერ ხედავდი ხო ეხლა ხედავდი აი ეს სიბინძური არსებობს მაგრამ შენ მაინც ამ სიბინძურის და მიუხედავად ეს ფლეიტის ხმები უნდა გამოსცე სინანულეგა შენ გადაიტანა ეს შენში არის ნაკელი შენ ეს ნაკელი უნდა გამოდევნო საკუთარი თავიდან აი ამ ახალი ცხოვრებით ან უნდა მიუძღვნა შენი თავი იმას რომ გამოისყიდო ასე ვთქვათ შენი ეს ცოდვა ბერძნულად არის ამარტია ანუ აცდენა ზის აცდენა ნამდვილი უძგებიშვილის გაბრუნება არის რომ ახალ ცხოვრებას იწყებს და რას უზავ ამ შენ თულს რომელსაც ვითომ გაგამართლა ღარიბებს დაურიგო როდის უნდა დაურიგო აი აღდგომა დღეს დაურიგე და უკვე ეს რაც დააგროვა ყველაფერზე გასცეს აღაფრე აღარ დაიტოვოს ანუ თლიანად გასცეს ყველაფერი თლიანად ჩამოიფერთხოს რაც აქამდე ქონდა ისე როგორც კარმენი წოწოდად კი არა თავისუფალი ერთიანად თლიანად თავისუფალი არის ეს ორი რაღაცა დაპირისპირებაში ერთმანეთთან ისე ვიტყვი კარმენი და ბესანი ან გაჩვენებთ და თქვენი შემჩნევები თქვენი აზრები თუ შეიძლება